პუტინს მართლა მოკლავენ. უკრაინულმა დრონებმა უკვე ურალს მიაღწიეს. ეს პირველი შემთხვევა არის, რომ 2000 კილომეტრი იფრინეს უკვე და ურალის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოების აოხრება დაიწყეს. ანუ ურალი იცით ალბათ ეს არის რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მთავარი რეგიონი, იქ არის ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო ქარხანა. და ამათი აოხრება დაიწყო უკრაინამ, რადგან უკვე დაამზადა ესეთი დრონები, რომელიც 2000 კილომეტრზე დაფრინავენ და შესაბამისი მუხტის ბომბებიც გადააქვთ, ხო, რომელსაც შეუძლია სერიოზული დაზიანება. ხო, ხუმრობა ხო არ არის, ახლა 2000 კილომეტრზე იფრინო და თან გარკვეული რაოდენობის ბომბი და მუხტი წაიღო. აი ასე. და პუტინი პრაქტიკულად რჩება სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გარდა. ნავთობწარმოება ხო აუოხრეს უკრაინელებმა. ეხლა მისდგნენ მის თავარ სამხედრო სამრეწველო დანიშნულების ობიექტებს, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, რაკეტებს აწარმოებენ და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს. კიდევ ცოტა ხანი გაგრძელდება ომი და მართლა შემოდგომამდე თუ მიაღწია ამ ჯოჯომ, უკვე საკითხავია. გავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრი ადამიანი გაიხარებს, არწმუნებული ვარ. საქართველოს ისტორიული ჯალათის ჩაქვესკნელება, ამ რუსული ურდოსი და მისი ჯოჯო მმართველის ამ ბორიას პატრონის.